მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩვენ სტუდიაში სტუმრობისთვის. პირველი თქვენ მიმართეთ მთავრობას და გქონდათ გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც უნდა შევიდეს უპირველესად საგადასახადო კოდექსში, რომლის პირველადი ვარიანტიც სულ მალე იქნება მზად. რა იყო ის ძირითადი, რაც თქვენ გქონდათ, ასე ვთქვათ, შესწორება შესატანი იმ კოდექსში, რომლის ვარიანტიც ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა თქვენი მთავარი მოთხოვნები რა არის მთავრობის მიმართ, რომ გაითვალისწინონ ბიზნესმენთა ინტერესები ამ ახალ დოკუმენტში, რომელიც საკვლევაზე მნიშვნელოვანია ფაქტობრივად ბიზნესში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ინტერნეტ მაყურებელს. ძირითადი თემა, რაზეც შეჩერდა ჩვენი ყურადღება, აღარ ჩამოთვლი სხვა საკითხებს, რომელსაც უფრო მეტად ტექნიკური ადმინისტრაციული ხასიათი აქვს, ტექნიკურ ადმინისტრაციული შინაარსის არის და მათი დახვეწა ნებისმიერ შემთხვევაში ამ საკითხებისა გაადვილებს ზოგადად თვითონ გააჯანსაღებს ბიზნეს გარემოს, თავად ინსპექციებსაც გაუადვილებს ესეთ ადმინისტრების პროცესს და შესაბამისად გაუიოლებს ცხოვრებას ბიზნესმენებს. აქ არის საუბარი რაღაც სატარიფო გადასინჯვაზე ან განაკვეთის ან მიხრის გაზრდაზე ან დაწევაზე, აქ საუბარი იმ ადმინისტრაციულ მიდგომებზე, ანუ თავად საგადასახადო კოდექსის აღსრულების ნაწილზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში იძლევა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას. არის არა მაინც და მაინც მიზნობრივად, ამით უფრო მეტად გაუგებრობის და ბუნდოვანი მოცემულობების გამო ხელფეხს უხსნის საგადასახადოს ინსპექტორებს განსაკუთრებით გამოუცდელ კონტინგენტს, რომ ანუ აქ საქმე კანონმდებლობის შესრულებას საკანონმდებლო წულთან საკანონმდებლო ადმინისტრაციულ ნაწილში ასე ვიყოს. ანუ ისევ როგორც პროფესიონალიზმთან ინსპექტორების მხრიდან. მათ შორის, დიახ. მაგრამ თავარი საკითხები კიდე დავგვიყვანოთ თქვენს კითხვას, რაც ყველაზე უფრო მტკივნეულია და მნიშვნელოვანი არის და მოიცავს ფართო სპექტრს ინტერესებისა იმ ბიზნესმენების, რომლებიც არიან გაწევრიანებული ჩვენს ასოციაციაში და არა მარტო. ძირითადად მსხვილი განავრცელები არიან და გარკვეულწილად შეიძლება ითქვას ის ბიზნესმენები, რომლებიც საგადასახადო და ბიზნეს ამინდს ქმნიან ატმოსფეროს ძალიან საქართველოში, ვინც განსაზღვრავენ ტონს და მოცემულობას დღევანდელი საქმიანი ურთიერთობების. მათ წინაშე დაიდგა ყველაზე მთავარი თემა, ეს არის ქონებრივი ესე ვთქვათ, დაბეგრის საკითხი, ანუ ქონებაზე დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის დღევანდელი მოცემულობა და მისი გადასინჯვის მიმართულება, საკითხი, აი ამ მიმართულებით იყო ერთი თემა დასმული და მეორე არის ადრე განხორციელებულ ოპერაციებზე, მოგეხსენებათ ბიზნესები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ თავიანთი პროფილის მიხედვით წარმართული საქმიანობით, არამედ ყიდავ უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვის ოპერაციაში აქტიურად არიან ჩართული, იმიტომ ზოგი მსხვილდება, ზოგი ფართოვდება, ზოგი იშლება სხვადასხვა. ამ პროცესში ხდება ქონების, ასე ვთქვათ, ხელიდან ხელში გადასვლა ერთი ბიზნესიდან მეორეში, ძირითადად ეხება დამატებითი ღირებულების გადასახადით გადამხდელებს. და ამ დროს მიწა და ქონება, მოგეხსენებათ, ერთი შემადგენელია, ერთი თემა, თუმცა კანონით მიწა ძველი კანონმდებლობით ყოველ შემთხვევაში 2009 წლის 27 ივლისამდე არსებულ განხორციელებულ ცვლილებებამდე მიწა თავისუფლებოდა გადასახადისაგან, იგი არ განეკუთვნებოდა იმ კატეგორიას მოცემულობისა, რომელზედაც ვრცელდებოდა ქონების გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი, ისევ როგორც ფულზე. ანუ არ გადიოდა საქონლის, ჩვეულებრივი კატეგორიის საქონლის და მომსახურების მიწოდების სფეროს კატეგორიაში, შესაბამისად დამატებითი ღირებულების გადასახადისგან იყო თავისუფალი. მაგრამ ვინაიდან ძირითადი ტრანზაქციები მოიცავდა მიწის გადაცემას მასზე არსებულ შენობა ნაგებობებთან ერთად, ამიტომ მიდგომა საგადასახადო ინსპექტორთა მხრიდან იყო ბუნდოვანი და არაერთ, ესე ვთქვათ, არაერთაზროვანი, ანუ იყო იქ ინტერპრეტაციის საშუალება ისეთი, რომ ინსპექტორს ეძლევა ხელფეხი ეხსნება დაბეგროს მათ შორის მიწაც. ანუ ეს იყო ის მთავარი მოთხოვნები, რომლებიც თქვენ დააყენეთ პრემიერთან საუბრისას. 2027 ივნისის მერე ესე ვთქვათ, ეს თემა დახურულია, მოხსნილია დღის წესრიგიდან, ვინაიდან არის დაზუსტებული და მკაფიოდ განსაზღვრული, რომ მიწაც მათ შორის განეკუთვნება დაბეგრის ობიექტს. ხოლო რაც შეეხება წინა ანუ შერეულ ოპერაციებზეა საუბარი, რამდენიც შეიძლება მათი გამიჯვნა
და რა არის კრიტერიუმი გამიჯვნა არ გამიჯვნის, ანუ არის სხვადასხვა მიდგომა. არ დავწრუმადები ხა ამ თემებზე ბიზნესმენებმა კარგად იციან რაზეა საუბარი, ეს არის საკმაოდ აქტუალური საკითხი. ვინაიდან გამიჯვნა ვერ ხერხდებოდა იმ მოცემულობით, რომელსაც ითხოვს საგადასახადო ინსპექცია, ამიტომ განიხილებოდა ერთიან ტრანზაქციად და გაყიდულ საფაზურზე ხდებოდა დამატებითი ღირებულების დარიცხვა, შესაბამისად დარიცხვა ხდებოდა მიწის საფაზურზეც, არადა იდეაში მიწა არ ექვემდებარება დღეგეთ დაბეგრას. ამიტომაც ეს თემა იყო ტკივნეული და დღეს ტარდება შემოწმებები, რომლებიც ძირითადად მოიცავს აი ზუსტად ცვლილებებამდე შეტანილ პერიოდს, რომელშიც იყო ძირითადი აქტივობა ამ ყიდვა-გაყიდვითი ოპერაციების რა პერიოდშიც, ანუ 2009 წლამდე პერიოდს გულისხმობ. ეს არის ძალიან დიდი ესე ვთქვათ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. და მანამდე განხორციელებული ოპერაციების ღირებულების გადახდაც უწევთ ბიზნესს. წარმოიდგინეთ და თავის სანქციას საუბრობთ ჯარიმებით. ბიზნესისთვის ეს არის დამანგრეველი. ძალიან კარგი არის, რომ ფინანსთა სამინისტროს ესე ვთქვათ წინაშე დაისვა საკითხი. იყო გარკვეული შეფერხება, არ იყო ბოლომდე კაფეში ჩამოყალიბებული აზრი, იმიტომ რომ თავად კანონი არ იძლეოდა ამის ზუსტი განმარტების საშუალებას და არა იმიტომ რომ დავუშვათ სამინისტროს არ იყო სამინისტრო დაინტერესებული, რომ დავუშვათ ეს საკითხი გადაწყვეტილიყო დადებითად. ამიტომ გამოსავალი უნდა მოძებნილიყო და დაზუსტებულიყო